ოპტელი ბერების თქვენ ალბათ ბევრს გაგებული გაქვთ მის შესახებ. იწყება ესეთი სიტყვებით. უფალმა მომეძალა, რათა სულიერი სიმშვიდით შევეგობო ყოველივე იმას, რასაც მომიტავს დღევანდელი დღე. ამ ლოცვაში ასევე ხვდებით სიტყვებს. მომეძალა, რათა მთლიანად მივეცე შენ წმინდა მივცე შენ წმინდა ნებას. მომეძალა, რათა გადავიტანო მომავალი დღის სამძიმილი და ყოველივე რაც მოხდება მთელი დღის განმავლობაში. უწინამძღვრე ჩემს ნებას და მასწავლე ლოცვა, სასოება, მოთმინება და სიყვარული. აი წარმოიდგინეთ თქვენ ბერები როგორ ევედრებიან უფალს, რომ ღვთის ნება გაუმჟღავნოს, თავისი ნება. რა ხშირად მოქმედებ ჩვენ ადამიანური ნებით და გვიჭირს გავიგოთ რა არის ღვთის ნება. ბევრი ცხოვრებისეული შემთხვევის მოყვანა შეიძლება მოდიან სასულიერო პირთან და ეუბნებიან, რომ ვიღაც მოსწონთ და ეკითხებიან რჩევას. დავქორწილდე თუ არა, მასზე არის თუ არა ამაზე ღვთის ნება. რაიმე საქმეში ჩავდო თუ არა თანხა. დავიწყო თუ არა სამსახური ამა და ამ ადგილას. და სასულიერო პირს მიმართავენ ხოლმე თხოვნით, რომ რაღაცნაირად მოეხმარონ აი ამ რთულ პრობლემასთან დაკავშირებით. უნდა ითქვას ის, რომ არის განსაკუთრებული ხალხი, აი რუსულად სტარცებს უწოდებენ, ქართულად ხუცესები. ხუცესები, რომლებსაც შეუძლიათ ღვთის ნების გამჟღავნება. აი რომ მიდიან მასთან არა, უმჟღავნებენ რა არის უფლის ნება. ეს ძალიან იშვიათი კატეგორიაა და ეხლა უფრო და უფრო ნაკლებად ხდება ეგეთი ხალხი, მაგრამ იყვნენ ესენი მოღვაწეები. მე ესე ვიტყოდი. აი კერძოდ მინდა რომ ერთ-ერთ ასეთი მოღვაწის შესახებ მოგითხროთ. ეს არის მამა იოანე კრესტიანკინი. თანამედროვე მამა არის გასული საუკუნის ბოლოს მოღვაწეობდა და დასაწყისში ჩვენი საუკუნის ფსკოვო პეჩორის ლავაში. და ესეთი შემთხვევა მახსოვს მასთან დაკავშირებით. მასთან მივიდა დედა და ეუბნება, რომ შვილი ყავს სუდად, ავად და ექიმებმა უთხრეს, რომ აუცილებლად ოპერაცია საჭირო, თორემ დაიღუპება ბავშვი. და კურთხევის ასაღებად მივიდნენ მასთან. წარმოიდგინეთ თქვენ. და ეს მამა იოანე ეუბნება ესეთ რაღაცას, რომ არაფრით არ შეიძლება ბავშვისთვის ოპერაციის გაკეთება. ილოცე, უმკურნალი და ბავშვი გამოგეთდება. წარმოიდგინეთ თქვენ. და ის, ვინც წერს ამის შესახებ არა, ამბობს, რომ ჩვენო ადამიანურადო არა, ძალიან შევშპოთდითო. მართალი რომ არ აღმოჩნდესო მამა იოანეო და ბავშვი რაღაცა მოვიდოს. წარმოიდგინეთ თქვენ.
მოვარდებაო დედაო და რა ამბობს დააწევს. რა კადნიერება აქვსო, მასო, რომ ესეთ რაღაცას ეუბნებაო. მაგრამ ის სრულიად უშფოთველად აგრძელებდაო ცხოვრებას. ეხლა ჩვენც რომ წარმოვიდგინოთ მის ადგილას თავი, ანუ უბრალოდ მღვდელმა. კომპეტენტური ექიმები ეუბნებიან, რომ ოპერაცია უნდა გაიგეთოს ბავშვმა და შენ კიდე ამის წინააღმდეგ მიდიხარ, ამ ხელა რისკზე. მაგრამ აი ღვთისნება ეუწყებოდა მამა იოანეს, წარმოიდგინეთ თქვენ. მეორე შემთხვევა მახსოვს კიდე ესეთ იმასთან, მისი სულიერი შვილი იყო, 60 წლამდე ქალბატონი მოსკოვში იყო, ერთ-ერთი დიდი მაღაზიის პატრონი. და ბევრს ეხმარებოდა ამ სასულიერო პირებს, მონასტრებს შესაწირავს უგზავნიდა და ასე შემდეგ და მოინდომა ერთი შეხედვით არც თუ ისე ძიმე, აი კატარაქტის ოპერაციის გაკეთება, თვალზე ლიბრი გადაეკრა და საჭირო იყო მისი მოშორება. და მამა იონეს კურთხევას თხოვა. მამა იონე ამ შემთხვევაშიაც კატეგორიული წინააღმდეგი წავიდა. არაფრით არ შეიძლებაო, იმიტომ რომ აი ამ ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალებაო ამბობდა. ამ ქალმა ჯერ დაუჯერა, მერე მონა ზონი მოვიდა მასთან, რო გაიგო ამის შესახებ უთხრა, რომ არაო კაცო, წადი გაიგეთეო. მერე ვიღაცა მგველს კურთხევა გამოართვა მამა იონეს გვერდის აავლით და ოპერაციის დროს დაემართა ინსულტი, ჩაექცა სისხლი, დაინვალიდა და მალევე გარდაიცვალა. წარმოიდგინეთ თქვენ. აი ესეთი ჭვრეტელი მამები იყვნენ. ესეთი ჭვრეტელი მამები იყვნენ მართლმადიდებლობის ისტორიაში. ეხლა იმდენად არ ხვდებიან ესეთი მამები, რომლებიც ღვთისნებას უმჟღავნებდნენ ადამიანებს, მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა ძალიან შორსა ვართ ეგეთი ხალხისგან და მე ესე ვიტყოდი, რომ ჩვენი ძალებით რაღაცნაირად უნდა შევძლოთ, შევქნათ პირობები, რომ განსაკუთრებულ შემთხვევებში და ისედაც ჩვეულებრივ ცხოვრებაში არა მეტად შეუწყოთ ხელი იმას, რომ ღვთისნება გავიგოთ. მე ესე ვიტყოდი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეხლა რა შეიძლება ითქვას, აი როგორ უნდა მოამზადოთ პირობები ამასთან დაკავშირებით. არის ერთ-ერთი ნეტარება, რაც გვეუბნება, რომ ნეტარ არიან წმინდანი გულითა, რამოთ ღმერთი იხილონ. რას გულისხმობს ეს, რომ იმისთვის, რომ უფალთან ურთიერთობა გქონდეს, მეტად შემოვიდეს ის შენთან, მეტად გამსჭვალოს შენი ცხოვრება, გაგინათოს გონება, არა აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ესე ვიტყოდი, სულიერი სიწმინდე მოვიხვეჭოთ, მოვიპოვოთ. აი, როდესაც ადამიანი ეზიარება. ამ შემთხვევაში ჩვენ რას ვაკეთებთ, არა? მარხულობთ, მემზადებით ახსარებას ვამბობთ, იმიტომ რომ ქრისტეს სისხლი და ხორცი უნდა მივიღოთ. და სულიერად დაბინძურებულ ჩვენ სამყაროში არა, არ გვინდა რომ ასეთი სიწმინდე შემოვიდეს. როდესაც ადამიანი არასწორად ცხოვრობს, ნებებს აძლევს გაქონების საშუალებას.
აქვს რაღაცა გადაწყვეტილება მისაღები. იქ ხშირად შეიმჩნევა, როგორ უმრუდდება გონება და არასწორი მიმართულებით მიდის. დასკვნას ცდარს აკეთებს. ეს გულისიძმინდე რას გულისხმობს, რომ უნდა მოვეროდოთ ჩვენ თქვათ უხამსი ფილმების ყურებას თანამედროვე ყოფიდან რომ გამოვიდეთ, რომანების კითხვას და ასე შემდეგ. ანუ სულიერად რაღაცნაირად უნდა გამიძბინოთ საკუთარი თავი. მარხვის ერთ-ერთი მხარე უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე ფიზიკური რა არის სულიერი მარხვა, როდესაც ადამიანი აკონტროლებს თავის ფიქრებს, ემოციებს, განცდებს. ასე რომ ესეთი სულიერი მარხვა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ უფალმა რაღაცნაირად გაგვიხსნას გონება. აი რომ აღნიშნე ესეთი ადამიანები, სტარსები, ქართულად ხუცესები არა, მათ ლამაზი თვალების გამო კი არ ეძლეოდათ უნარი, რომ უფლისნება გაეგოთ. არამედ იმსახურებდნენ ამას ათწლეულების განმავლობაში საკუთარი ქცევის, ფიქრების, ემოციების, განცდების გაკონტროლებით. ათწლეულები მარხულობდნენ, ლოცულობდნენ, იწმინდავდნენ საკუთარ თავს, მე ესე ვიტყოდი, სულიერი კუთხით და მერე აძლევდა უფალი აი ესეთ უნარებს, ნიჭებს, თუ შეიძლება ასე ითქვას. ადამიანთანაც შეიძლება აღნიშნოთ ასე, რომ აი ეს პრინციპია ჩვეულებრივ ხალხთანაც. და აი ამ შემთხვევაში იცით ძალიან საინტერესო ნიუანსები გამოიყოფებოდა ეგეთ ხალხთან. კერძოდ რა? აი მაგალითად მამა ზოსიმე იყო ესეთი ხუცესი, რომელიც ამბობდა ასეთ რაღაცას, რომ აი მე ვთხოვე უფალს შემოვიდეს ჩემში, რათა არაფერი თქვა ჩემით. არამედ მხოლოდ ის, რასაც იგი მიბრძანებს და ზოგჯერ შიშნარულ მოწიწებას განვიცდი, ვზნობ რომ შიგნიდან ძალას და ხმას ღვთისას. ვიცი რომ ზოგჯერ ტკივილს ვაყენებ ჩემი სიტყვებით, მაგრამ ვალდებული ვარ უთხრა. ის რასაც თამაგონებს უფალი, ახლა ჩემით აღარაფერს ვამბობ, სულ არაფერს. აი ამ კაცისგან ასევე არაერთხელ გაუგონიათ, ზოგჯერ ჩემთვის მოულოდნელად ისეთ რაღაცას ვამბობ, რისაც მე თვითონ მიკვირს. ჩემი ბაგენი გული მივანდე უფალს, სნელს ჩვენსას იესო ქრისტეს და რასაც ის კარნახობს, იმას ვამბობ და ვაკეთებ. აღარაფერს ვამბობ ჩემით, აღარც ნება მაქვს საკუთარი. წარმოიდგინეთ თქვენ, ადამიანი ლაპარაკობს იმას, რასაც უფალი უბრძანებს და თერიქ შემთხვევებში თვითონ მასში იწვევს ეს გაკვირვებას. აი, მამა ბარსანოფი იყო კიდე ესეთი ოპტის მონასტრიდან, ის მაგალითად დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა აი ღვთის სიტყვებს წირვის შემდეგ და ამბობს, რომ ზოგჯერ ჩემთან მოდიანო, მეკითხებიანო. ვეუბნებიო, რომ დამთავრდეს წირვა, ვიფიქრებო, ვილოცებო და მერე გეტყვი პასუხსო. შევდივარო საკურთხეველში, ფიქრობ, ლოცულობო და პასუხს მომამზადებო. გამოვდივარო და სულ სხვა რაღაცას ვეუბნებო. მე თვითონ მიკვირს, წარმოიდგინეთ თქვენ. აი ესეთი საინტერესო რამ შეიძლება დაფიქსირდეს. ადამიანი ფიქრობს ერთს, მაგრამ მეორე რას ამბობს. უნდა ითქვას ის, რომ სულიერ ცხოვრებაში აი ბევრი ნიუანსია. როდესაც მიდიან ხოლმე, თქვათ, უდელთან რჩევის საკითხავად, არა? აი ამ შემთხვევაში ადამიანმა უნდა ილოცოს ასევე, რომ ღვთის გონება გაეხსნას და უფალმა ათქმევინოს ის, რაც არის ღვთისნება.
აქ შეიძლება ითქვას, რომ თვითონ სასულიერო პირმაც უნდა შეუწყოს ხელი, რომ იყოს გამტარი ღვთისნების, როგორ მაგალითად. მე მახსენდება, მაშინ ერისკაცი ვიყავ ერთ-ერთ მონასტერში. კითხე სასულიერო პირს, რომ აი მუდელი რასაც გელაპარაკება, რამდენად სწორია მეთქვი. და რიგ შემთხვევებში და ესეთი რამ მითხრა, რომ ესო დიდად არისო დამოკიდებულიო თვითონ ღვთის სულიერ ღვაწლზე. თუ ეხა არ არის აქ დასამალი, მუდელიც ადამიანია და ზოგ შეიძლება რაღაც თავისი სისუსტე კონდეს, არა იქ შეიძლება სასმელს მიეძალოს, კიდე რაღაცა ვერცხლის ხმოვანების მომენტი იყოს წინ წამოწეული. ამ შემთხვევაში მაინც მე ვფიქრობ, რომ მუდელი ნაკლებად უწყობს ხელს საკუთარ მეში იმ პირობების შექმნას, რომ ადამიანს უთხრას ის, რაც საჭიროა. აი როგორც პარალელი რო გავავლო ერთ-ერთ ლექციაზე ვთქვი, რომ აი ვიღაცას ეჭხუბე, რაღაც უხამს კადრებს უყურე და მეორე დღეს ეხა სულიერი საუბარი რო დაიწყო სხვასთან, უკვე ცოდის კუთხით ხარ დაბინძურებული, შენი თავის უკმაყოფილო, არა, რაღაცნაირად დისკომფორტია. თითქოს არა არის შესაბამისი შენი მე იმ თვალსაზრისით, რომ სულიერ თემებზე ილაპარაკო. ასე რომ, ბევრი ნიუანსია მე ესე ვიტყოდი. თვითონ ადამიანმაც უნდა ილოცოს, მდელიც უნდა მოემზადოს ამისთვის. იმიტომ რომ ჩვენი მწირი შესაძლებლობები საკმარისად მწირია ამ თვალსაზრისით. და ეს არის მე ესე ვიტყოდი გასათვალისწინებელი. აღსანიშნავია ისიც, რომ მთელ რიგ შემთხვევებში ჩვენ ღვთისნებას ესე მარტივად ადრე ვერ გავიგებთ. აი, როდესაც მაგალითად პირადად ჩემთან მოდიან და ახალგაზრდები და მეუბნება, რომ ვიღაც ბიჭი გამოჩნდა, მინდა მას გავყვე ცოლად. მეუბნები, რომ იცი რა, ილოცე, უფალ შესთხოვე და იყოს ნება შენი უფალო. თუ ჩემთვის სასურველი არ არის, ეს გამოვიდეს არა, რაღაცნაირად დამაშორე ამ ადამიანთან. მაგრამ მეორეს მხრივ ვეუბნები, რომ დროა საჭირო. უნდა გავიდეს თვეები, უნდა გაიცნო ის ადამიანი. აი ხანდახან კიდევ ვიმეორებ, დრო არის საჭირო გაიგო რა არის უფლის ნება. ესე ვთქვა, 1 საათი რო ილოცო, ხელები აღაპყრო, ერთი ხელის გადკაცუნები და აპყრობით არა, უფალი არ გამოგიმჟღავნებს თავის ნებას. თუნდაც იმიტომ, რომ რაღაცნაირად ლოცვა ვისწავლოთ, მოთმინება გამოვიმუშავოთ, დროს მივყვეთ. ამიტომაც მთელ რიგ შემთხვევაში, აი პირადად მე ვეუბნები, როცა გაურკვევლობა, აქ არის კანონი ესეთი სულიერი. იცხოვრე ისე, როგორც ცხოვრობ. და თანდათანობით, აი რა არის გასაკეთებელი, ეს გამოიკვეთება. ცხოვრება პასუხს გასცემს, შენ კითხვას. ძალიან მნიშვნელოვანს. პირადად მე ხანდახან ვეუბნები, იცით, რომ ზოგჯერ აი ცდის და შეცდომის მეთოდით უნდა წახვიდე. კერძოდ, აი დავიწყო თუ არა სამსახური, აქა და აქ. ვეუბნები, წადი დაიწყე და ნახე. თვითონ ცხოვრება გიჩვენებს. რამდენიც არ უნდა ტვინი იჭყლიტო, არა? ზოგჯერ უბრალოდ ნაბიჯი უნდა გადადგა და მე მიხვდები. იგივე სამსახურთან დაკავშირებით. აი მოდიან და მეუბნებიან, რომ არ ვიცი, აი დავრჩე, წამოვიდე, რაღაცა ისეთი გაურებული ვარ. მეუბნები, მოდი რახა გაურებული ხარ და ჯერ გაურკვევლობა, ჯერ დარჩი. რაღაც მომენტში აი აშკარად იგრძნობ, რომ თუ წამოსასვლელია, უნდა წამოხვიდე. აი ამ შემთხვევაში არის რა მნიშვნელოვანი, რომ თანდათან გარკვეული ხდება ის, რაც შენთვის არის საინტერესო. და დროზე ადრე რომ მიიღო გადაწყვეტილება, არის შეიძლება შეცდომა დაუშვი. მე ესე ვიტყოდი. ასევე პირადად მე აი მნიშვნელოვან საკითხად მიმაჩნია ღვთისნების გაგებასთან დაკავშირებით. აი როდესაც ახალგაზრდები არჩევანს აკეთებენ. რა გზას დაადგნენ? ცხოვრებაში რა პროფესია აირჩიონ?
პირადად მე ვეუბნები, რომ ეს ჩემი შეხედულებაა. მე ესე ვფიქრობ, რომ ღვთისნება, აი რაც გაინტერესებს, რაც მოგწონს, იმას უნდა მიყვე. და არ უნდა შეხედო ეს მატერიალურად მოიტანს თუ არა კეთილდღეობას, გაიგეთებ თუ არა კარიერას და ასე შემდეგ, პრესტიჟული იქნება თუ არა. უწმინდეს ჩვენს ქონდა ადრე ესეთი ჩვეულება ეპისტოლეებს რომ ამზადებდა, ხანდახან უძახდა სხვას და ეკითხებოდა მისი აზრით რა იყო ქვეყანაში პრობლემა. ერთ-ერთ შეხვედრას მეც დავესწარი და როდესაც ჩემი ჯერი მოვიდა, უთხარი რომ დიდი პრობლემა არის ის რომ ახალგაზრდები ხშირად ღალატობენ საკუთარ თავს. კერძოდ რა იგულისხმება? მაგალითად, აინტერესებს არქეოლოგია, ისტორია, მაგრამ აბარებს იურიდიულზე, რატო? იმიტომ რომ მეტი შემოსავალი იქნება, უფრო პრესტიჟულია იქ, საზღვარგარეთ სწავლას გააგრძელებს და ასე შემდეგ და საკუთარ თავს ღალატობს. წარმოიდგინეთ თქვენ. აი ამ შემთხვევაში მიდის ღვთისნების წინააღმდეგ. ამიტომაც ამ კუთხით მე ვფიქრობ, რომ საკმარისად დიდი პრობლემები იქნება ჩვენ ქვეყანაში. არა მხოლოდ ამ კუთხით, სხვა კუთხითაც, მაგრამ ეხლა აი ამაზე მინდა რაღაცნაირად ყურადღება გავამახვილო. აი ამ შემთხვევაში ხშირად უფლისნება ჩემი აზრით შევდება ძალიან მარტივად. რაც გაინტერესებს, რისკიდანაც მიდრეკილი ხარ. აი ის არის შენი საკეთებელი საქმე აი ამ ეტაპზე. შემდეგ შეიძლება სხვა იყოს და ასე შემდეგ და უნდა მიყვე ამ შენ გული თქვენს შინაგან მდგომარეობას და გააკეთო ის რაც გესიამოვნება. ესეც ჩემი აზრით რაღაცნაირად ძალიან ნიშნულოვანია, თუ შეიძლება ასე ითქვას. აი ღვთისნების გაგების კუთხით, როგორც აღვნიშნე, ნიშნულოვანია მოძღვართან ურთიერთობა. მოძღვარს ეს ფუნქციაც აქვს, რომ მიდიხარ არა ეკითხები რჩევას. და აქ აი ბევრი საინტერესო ნიუანსი გამოიყოფა. ერთ-ერთი რა არის, იცით რომ არის ესეთი დაწერილი თუ დაუწერილი კანონი, რომ მოძღვარი რასაც გეტყვის პირველს, აი ეს არის ღვთისნება. მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი ღვთელს წინააღმდეგობას უწევს. მახსოვს, აი მამა საბა იყო, ბერძენი, ცნობილი ბერი, თბილისში ბევრმა იცის. ერთი პერიოდი წალკაში მოღვაწეობდა, მერე თბილისში ჩამოვიდა, გამოცდილი ძალიან ბერი იყო, განათლებული და მახსოვს მას ვკითხე. აი ამის შესახებ და მითხრა, რომ აი თავის ცხოვრებიდან მოიყვანა ესეთი მაგალითი, ზოგჯერ მოდიანო ჩემთანო, მეკითხებიანო რჩევას. იღებენო კურთხევას. ვეუბნებიო რაღაცასო, მე წინააღმდეგებიანო და მეორე მეც ცვლისო გადაწყვეტილებას, მაგრამ სწორი იყო პირველი ჩემი კურთხევა. მეც ადამიანი ვარო და შეიძლება აი შეკამათების შემდეგო გადაწყვეტილება შევცვალო. აი მახსოვს აი ეს სიტყვები. მისგან წარმოიდგინეთ თქვენ. ასე რომ აი ამ პირველ აზრს მოძღვრის თავში დაბადებულს თავისი განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ეკლესიური თვალსაზრისით. მე ესე ვიტყოდი. მამა სილოვან ათონელს აქვს კიდე ესეთი განსაზღვრება. აი იგი რას ამბობდა, იცით? როდესაც უნდა რომ ღვთისნება გაიგოს ადამიანმა, ამ შემთხვევაში მოძღვრებზე ლაპარაკობდა. აი ყოველი ქრისტიანი, განსაკუთრებით ეპისკოპოსი ან მღვდელი, ამა თუ იმ შემთხვევაში აუცილებლად წინაშე მდგარი მონახოს ღვთისნების შესაბამისი გადაწყვეტილება შინაგანად უარყოფს თავის ცოდნას, გეგმებს, სურვილებს, ფიქრებს და თავისუფალი ყველაფერი საკუთარ ამისგან გულში უფლისადმი ყურადღებით აღავლენს ლოცვას.
ხოლო პირველს რაც ამ ლოცვის შემდეგ იბადება, ღებულობს როგორც ნებას ღვთისას. წარმოიდგინეთ თქვენ რას წერდა ეს მამა. მაინც რაც არ უნდა ვილაპარაკო, წავიკითხო სიტყვები გამორჩეული სასულიერო პირების, მაინც ძალიან რთულია, მაგრამ აი ესეთი მიდგომაც არის მნიშვნელოვანი. როცა გინდა რომ გაიგო ღვთისნება, უნდა ხაზი გადაუსვა რაღაცნაირად შენ განწყობას, ცოდნას, გამოცდილებას უნდა ილოცო და პირველი რაც იბადება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ერთი არის თეორიულად რასაც ლაპარაკობდა, პრაქტიკულად ამას როგორ განვახორციელებთ, არა, ეს უკვე რაღაცნაირად სხვა საკითხია და კიდე სირთულის, მე ესე ვიტყოდი, საკმარისად შემცველი. საინტერესოა კიდევ ესეთი ხერხი ღვთისნების გაგების. ეს არის კენჭისყრა. წარმოიდგინეთ, რაც გულისხმობს კენჭისყრა. აი, მართლმადიდებლობის ისტორიაში არის შემთხვევები, როდესაც კენჭისყრით ხდებოდა მნიშვნელოვანი რამ. აი, მაგალითად, პატრიარქის არჩევა. კომუნისტურ პერიოდში რუსეთში იყო პატრიარქი ტიხონი. ეს არის გასული საუკუნის 20-იანი წლები, ბოლშევიკური ტერორი მძინვარებდა და მოკლედ ძალიან შეავიწროეს და რაღაცნაირად მოწამეობრივი იყო მისი ცხოვრება. და ის როგორ აირჩიეს, იცით? იყო 3 კანდიდატი დაწერილი ფურცელზე და ერთ-ერთმა ბერი ალექსი იყო, ესეთი გამორჩეული ბერი რუსეთში, დიდი სახელის მქონე, ამოიღო 3 ქაღალდიდან ერთ-ერთი და იმაზე ეწერა ტიხონი. წარმოიდგინეთ, პატრიარქი აირჩიეს კენჭისყრით. სხვა შემთხვევაშიაც ახლა გამიგია მაგალითად ბერს რა სახელი უნდა შეურჩიონ ბერის აღკვეცის დროს. აი ესეთი რამდენიმე ვარიანტია და რომელიღაცას იღებენ. თვითონ ბიბლიაშიაც არის კენჭისყრის მომენტები მოცემული, მაგალითად, როდესაც იუდას მაგივრად უნდა ერჩიათ 2 კანდიდატი იყო მოციქულებიდან და მატათა აირჩიეს კენჭისყრით. თქვენ შეგეძლიათ განსაკუთრებულ შემთხვევაში კენჭისყრას მიმართოთ. რა იგულისხმება, რომ როცა არ იცით, აი რა გააკეთოთ. ამ შემთხვევაში შეიძლება მაგალითად მამა საბა იყო ოსტაპენკო, იგი მაგალითად თვლიდა, რომ რთულ შემთხვევებში, გაურკვეველ შემთხვევებში, როდესაც სწრაფად უნდა მიიღო შედარებით გადაწყვეტილება, შეიძლება კენჭისყრას მიმართო. ოღონდ როგორი ხერხია, იცით? ჯერ 3-ჯერ ამბობ იესოს ლოცვას მეტანიით, უფალოსო ქრისტე ძეო ღვთისაო შემიწყალო მეწოდული, შემდგომ 3-ჯერ მეუფეოზე ცათაო, მამაო ჩვენო, 3-ჯერ ღვთისმშობლო ქალწულო, 3-ჯერ ბრწამს ამბობ ერთხელ და შემდეგ აკეთებ კენჭისყრას. აი ეს საინტერესო მომენტია, იცით? მაგალითად დაწერო 2-ს. წავიდე თუ არა იქ, ან არ წავიდე. და მე უყურებ. აი ამ დაგორგორებულს. ისე უნდა დააგორგოლაო, რომ არ იცოდე, სად რა წერია. რო უყურებ, აი ესეთი საინტერესო ფსიქოლოგიური ნიუანსებია, იცით, რომ რაღაც წამების შემდეგ ხვდები, რომელი უნდა აიღო. ინტუიცია, გუმარი რაღაცას კარნახობს. ოღონდ აი თუ ამ ხერხს გამოიყენებ, ეს არ უნდა გაუბრალო, იცით, რა, აი ხშირად არ უნდა გამოიყენო, განსაკუთრებულ შემთხვევებში. და მერე თუ ამ ხერხს მიმართე, არა, უნდა დაემორჩილო ის იმას, რაც ამოვიდა. პირადად მე მაგალითად 1-2 ჯერ არ დავემორჩილე და მერე ვინანე.
ნუ ყოველ შემთხვევაში ვიღაცამ შეიძლება სკეპტიკურად შეხედოს. ერთს რო ურჩიე მაგალითად კეჭისყრა გააკეთე მეთქი, რაღაცა ალმაცარად შემომხედა, მაგრამ აი რაც გითხარით არის მართლმადიდებლობის ისტორიაში და ჩვენ ყოფი ცხოვრებაში ასეთი მომენტები, როდესაც კენჭისყრას მიმართავენ. და ეს არის გასათვალისწინებელი, თუ შეიძლება ასე ითქვას. ეხლა კიდევ რაზე მინდა იცით ყურადღება გავამახვილო. ყურადღება მინდა გავამახვილო იმაზე, რომ ღვთისნების გაგება ჩემი აზრით ნიშნავანი არა მხოლოდ მაშინ, როდესაც არის ძალიან არსებითი ვითარება ჩვენთვის. მაგალითად, დავიწყო თუ არა სამსახური, ჩავდო თუ არა ფული ამ საქმეში, ვენდო თუ არა იმ ადამიანს. ასე დროს არა ხშირად ვგრძნობთ ხო ჩვენ უძლურებას, ჩვენი ინტელექტის იმას, რომ აი რაც არ უნდა წლები მოიტოვო, მაინც როგორი შეზღუდულია შენი შესაძლებლობები თერიქ შემთხვევებში სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ამ დროს რაც გითხარი, თუ არასწორად ცხოვრობ, თუ ცოდვებით ზედმეტად თავს იმძიმებ, არა ხშირად შეიმჩნევა როგორ მიდის გონება არასწორი მიმართულებით. და ამით უფალი გვაგრძნობინებს, რომ აი ეს გონება, აზრები, სწორი დასკვნები არა მისი წყალობაა. მაგრამ მეორე მხრივ, ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენთვის მნიშვნელოვან ვითარებაში განსაზღვროთ რა არის უფლისნება, არამედ იმ შემთხვევაშიაც, როდესაც არის ყოფითი მომენტები, მაგალითად დღის განმავლობაში ხშირად. რა იგულისხმება? იგულისხმება ის, რომ დღის განმავლობაში ხშირად უნდა განსაზღვროთ რისთვის მომწიფდით. აი მაგალითად დღის 10 საათია, ნუ თავისუფალი ხარ, თქვა სამსახურში არ მიდიხარ, ან სასწავლებელში არ მიდიხარ და ასე შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია შინაგანად იგრძნო, აი რისთვის ეხლა ამ წუთში მოგამზადა უფალმა. ეხლა უნდა ილოცო, წიგნი წაიკითხო, სახლი დაალაგო, თუ ასე და ასე შემდეგ. აი როდესაც ხშირად საზღვრავ ინტუიტურად, შინაგანად რისთვის მომწიფდი, ჩემი აზრით ეს არის მრავალჯერ დღის განმავლობაში ღვთისნების დაჭერა. რისთვის მოგიწოდებს უფალი. არ ვიცი რამდენად გასაგებად ლაპარაკობ მე ამას, მაგრამ ხშირად ჩვენი ნებით მოქმედებთ, ჩვენი ნებით გეგმავთ დღეს, გაიგეთ? არა და შინაგანად სულ სხვა რაღაცისთვის ვწიფდებით. არის ესეთი ჩვევა, აი როდესაც სასულიერო ლიტერატურას კითხულობდნენ, არა ზოგჯერ რამდენიმე წიგნს კითხულობენ. ერთს კი არა. აი შინაგანად რისთვისაც ხარ განწყობილი, ხანდახან სწორედ ის უნდა წაიკითხო. და უნდა შეჩერდე მაშინ, როდესაც უკვე შეატყერო გონება გადაიღალა და მეტი აღარ შეგიძლია. ხანდახან ჩვენ როგორ არის, იცით, გაგვიტაცებს ეს კითხვა და იმდენს ვკითხულობ, რომ მე იღლება გონება რა თავში დიდად არაფერი არ რჩება. აი ამ შემთხვევაში პირადად მე მაგალითად წამიკითხავ ზოგჯერ კითხულობ წიგნს, ეს წიგნი ბერჯერმა გადაკითხული, მაგრამ იმ მომენტში მინდა რომ ეს წავიკითხო. აი ეს ადგილი მინდა წავიკითხო და აი სხვანაირად მრჩება, იმიტომ რომ შინაგანად ვიყავი ამისკენ განწყობილი. აი იმ მონაკვეთში არა სხვა აზრი დავიჭირე, სხვა ნიუანსები გავაცნობიერე და ასე შემდეგ. ასე რომ აი ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია დღის განმავლობაში ხშირად საზღვროთ ჩვენ შინაგანად რისთვის მომწიფდით. აი მონასტერში როდესაც ცხოვრობდი რამდენიმე ხანი, იქ მაგალითად ესეთი რამ შევამჩნიე. რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო იქ დროის გატარების ხელოვნება. ნუ იქ არის მორჩილება, მაგალითად 3 საათზე თქვა იწყება ლოცვა, მერე თქვა რაღაც
შეიძლება სატრაპოზოში უნდა იმუშაო, მაგრამ არის თავისუფალი დრო. და აი ამ თავისუფალ დროს ხშირად საზღვრავდი ხოლმე იმ მომენტისთვის, აი რისთვის ვიყავი შინაგანად განწყობილი რომ გამეკეთები და რაიმე. და თუ გადავამლაშებდი, მე უკვე მიჭირდა იქ გაჩერება. ასე რომ აი შეტყობა, როდის რა გაეკეთო, როდის შეჩერდე, მე ერთი აქტივობა რითი შეცვალო, ჩემი აზრით არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხშირად კიდევ მეორე ჩვენ გეგმავთ ხელოვნურად რაღაცას და აი ჩვენ შინაგან იმპულსებს არ ვითვალისწინებთ. პირადად მე მიმაჩნია, რომ აი ღვთისნების გაგების კუთხით ეს არის ძალიან მე ესე ვიტყოდი მნიშვნელოვანი მომენტი. კიდე ერთი ესეთი რამ მინდა გამოვყო. კერძოდ, ეს შეიძლება პირდაპირ ღვთისნებას არ უკავშირდება, მაგრამ აი ესეთი საინტერესო დეტალია ცხოვრებაში. მამა სილოვანი უკვე ავახსენე ათონელი ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა მართლმადიდებლობის ისტორიაში. მასთან იყო ეგეთი შემთხვევა. მის მონასტერში ეს ხდება დაახლოებით მე-20 საუკუნის შუა ხანებია. დაიწყეს ათონზე არის რუსული მონასტერი წმინდა პანტელეონის სახელობის. დაიწყეს მონასტრის უკანა მდებარე ტყის გამოყენება და სამხერხაოში დადგეს ორთქლის მანქანა, გერმანული ორთქლის მანქანა და ერთ-ერთმა იქაურმა ბერმა ეკონომოსმა დაიწყო ქებადიდება დაიწყო გერმანელი ხალხის და რუსი ხალხის დამცირება. ამბობდა რომ აი რა ჭკვიანები არიან, როგორი პრაქტიკულები არიან, გამომგონებლები არიან და რუსი ხალხი უარგისია. მე ესე ვიტყოდი. ხელიდან არაფერი არ გამოსდის და ასე შემდეგ. და ამ შემთხვევაში აი სადილობისოს მამა სილოვანმა ასეთი რამ უთხრა, რომ ის რომ გერმანელებს უკეთ გამოდით ყოფითი, ასე ვთქვათ, პრობლემების მოგვარება და გამოგონება, რა, ეს დამოკიდებულია რაზე, იცით? იმაზე, რომ ისინი უფრო მიწისკენ არიან მიმართულები და არა ზეცისკენ. და რუსი ადამიანის გონება ისეა მოწყობილი, რომ პირველ აზრს უფალს უძღვნის. იგი უფრო ღმერთზე ფიქრობს, სულიერ საკითხებზე და მიწიერით ნაკლებად კავდება. თუ შეიძლება ასე ითქვას. და ამიტომაც არის, რომ ისინი უფრო უკეთ გამოიყურებიან ამ თვალსაზრისით. რა კანონზომიერებაზე მინდა გავამახვილო ყურადღება. იმაზე, აი მაგალითად რო ავიღოთ იაპონია. აი ზოგჯერ მიფიქრია, თქვენ იცით არა, როგორი მოწესრიგებული ხალხია. როგორი ტექნიკური პროგრესი შეიმჩნევა მათთან. და ავიღოთ საქართველოს, ძალიან ბევრი რამ როგორი ჩაშვებულია. რა თქმა უნდა, ეხა აქ არის ქართული სიზარმაცის მომენტი, არაკომპეტენტურობის და ასე შემდეგ, მაგრამ არის ისიც, რომ ჩვენ მაინც მიდრეკილი ვართ უფრო უფლისკენ. უფრო, როგორ გითხრათ, იცით? აი რაც ითქვა, საკმარისად ბევრთან პირველი აზრი ღმერთს ეკუთვნის და მე ვფიქრობთ უკვე უფრო მიწიერზე. იგივე რო აიღო მაგალითად სულიერად განვითარებული ხალხი, ბერები, მონაზვნები არა, ისინი საკმარისად იზღუდავენ თავს ყოფითი პრობლემების მოგვარებით. დაკავებულები არიან ლოცვით, კითხვით.
ეხლა ერში იგივე მასშტაბი არ არის, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ფსიქოლოგიური პორტრეტი რაღაცნაირად ამას მაინც კვეთს. კიდევ მეორე აქ არ არის ლაპარაკი, რომ თერიქ შემთხვევებში ჩვენ ვართ ზარმაცები, არაკომპეტენტურები, უამრავი ნაკლი გვაქვს, მაგრამ ეს სურათი ჩემი აზრით ჩვენთან მაინც იკვეთება. აი ესეც საინტერესო დეტალი. მე ესე ვიტყოდი. იგივე ახლა ევროპიდან რო ჩამოდიან არა, ხშირად მეუბნებიან, რომ იქ უღმერთო სამყაროა, მაგრამ სამაგიეროდ მოწყობილი არ უჭირთ მატერიალურად. ტექნიკური პროგრესი გაცილებით უფრო სახეზეა ვიდრე ჩვენთან. მაგრამ ვფიქრობ, რომ აი ეს ნიუანსი რაღაცნაირად მაინც არის წინ წამოსაწევი. ესეც საინტერესო რამ არის, მე ესე ვიტყოდი. და კიდე აი როდესაც ვახსენებ მამა სილოვანს, მასთან იყო ესეთი შემთხვევა. ეს უკვე უფრო აი ღვთისნების გაგებას უკავშირდება. მამა სტატონიკი იყო ესეთი გამორჩეული მისი თანამედროვე ბერი კავკასიაში მოღვაწეობდა და ის შავიდა ათონზე ჩავიდა და დიდი გამოცდილება ჰქონდა. ძალიან ჭკვიანი იყო, ლოცველიც იყო, ორატორი იყო და აი რომ მოხდებოდა ხოლმე ამ ბერების საზოგადოებაში წრეში არა ცენტრალურ ფიგურად იკეთებოდა რა, ყველას ჩრდილავდა თავისი სიტყვა კაზმულობით. და მამა სილოვანიც დაესწრო მასთან შეხვედრას და მან რა შეამჩნია, იცით რომ შეამჩნია ის რომ ის ლაპარაკობდა უფრო თავისი გამოცდილებიდან, ჭკუიდან გამომდინარე და არა იმ კუთხით თუ რა იყო ღვთისნება. მე ესე ვიტყოდი. და ამ შემთხვევაში მან თქვა, რომ აი სრულყოფილებიო თავისი და არაფერს არ ამბობენო. ისინიო ამბობენო იმასო, რასაც ღმერთი კარნახობს. აი ვინც ძალიან მაღალ სულიერ სიმაღლეს მიაღწია, ჩვენთვის ეს კიდევ მეორე სხვა სამყაროა. მათთან კიდევ მეორე აი ისე დაუბრუნდები მამა ზოსიმე, რასაც ამბობდა, რომ ამბობდა რაღაცას და თვითონ უკვირდა იმის, რასაც ლაპარაკობდა. წარმოიდგინეთ. ეს კიდე სხვა კატეგორია, ეს სხვა პილოტაჟია. არიან გამოცდილი მოძღვრები, არიან ცოდნენი ძალიან, მაგრამ ისინი ღვთისნებას არ აუწყებენ ადამიანებს. აი მამა იონე კრესტიანკინიც რაც თქვი, ასეთი იყო. ის გამოცდილიც იყო ცოდნე, მაგრამ აი ესეთ იშვიათ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, რომელიც ღვთისნებას უმჟღავნება ადამიანებს. აი ესეც რაღაცნაირად მინდა რომ გამოვყო. და მინდა რომ კიდევ აი ერთ საკითხს შევეხო. მაგრამ მანამდე კიდევ ერთ ხარეს წამოვწევ წინ. ერთ-ერთ ლექციაზე მე მგონი აქ თქვი რომ უფალს. მე არ ვიცი ეს ჩემთვის სასიკეთო იქნება თუ არა. აი ჩემ ცხოვრებაში პირადად ყოფილა საკმარისად ხშირად, როდესაც მithოვი არ შეუსრულებია, მე გაბრაზებული ვარ, თითქოს მიდრტვინვია, მე მადლობა მithქვამს. ამიტომაც ქრისტიანული მიდგომა როგორია, რომ მე ვთხოვ უფალს, ვებედრები, მაგრამ ვაყოლებ და იყოს ნება შენი უფალო. მინდა საზღვარგარეთ წასვლა იქ, სამუშაოდ თუ საცხოვრებლად იქ, სამსახურის დაწყება, თრთიის ჩემი გონება, არ ვიცი რამდენად სწორია, სურვილი მაქვს, მაგრამ ვაყოლებ.
მე არ ვიცი. რა იქნება ჩემთვის სწორი. არის ესეთი რუსული ლოცვა. მე ბევრისი შეიძლება ეს გამაღიზიანებელი იყოს, იმიტომ რომ ახლა თქვენ იცით ახლა თანამედროვე პოლიტიკა რა ომი მიმდინარეობს და ისე როგორც ცივილიზებული სამყარო, მეც რა თქმა უნდა სულიად არ ვეთანხმები იმას, რაც უკრაინაში ხდება, რუსულ აგრესიას. უბრალოდ პირადად მე ის თაობა ვარ, რომ რუს მამებზე გავიზარდე, ეგეთ რა შეასახმე. ქართული ლიტერატურა ნაკლებად იყო, ამიტომაც ეს მამები ჩემთვის იგივენი არიან, იმიტომ რომ აქ სახელმწიფოს პოლიტიკა, აქ დრო იკარგება, ისინი არიან მართლმადიდებლები. და რაც არ უნდა მოხდეს, ისინი რჩებიან წმინდანებად. წმინდა სერაფიმე საროელი, იოანე კრონშტადელი და ასე და ასე შემდეგ, ახლა რა უნდა მოხდეს? ეს სხვა განზომილება. ამიტომაც კიდევ ვიმეორებ, რომ ძალიან ბევრი რამ ვისწავლე და ბუნებრივად მოდის მათი მაგალითები. ეს არანაირ კავშირში არ არის კიდევ ვიმეორებ პოლიტიკასთან და აგრესიასთან და იმასთან და ამასთან. ამიტომაც ვიღაცისთვის შეიძლება გამაღიზიანებელი იყოს, მაგრამ ეს ბუნებრივად ხდება ჩემთან. ამიტომაც მინდა რომ ამას ხაზი გააუსვა. თუ შეიძლება ასე ითქვას. არის ესეთი ლოცვა. წარმოიდგინეთ თქვენ. უფალო შენ ნებას ვანდობ თელ ჩემ ცხოვრებას. ისე მოაწყვე როგორც შენ გსურს და ჩემთვის საცხოვნებელი ხსნელი იქნება. აი ესე ევედრებიან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რომ ვევედროთ უფალს. ნუ ქართულად დაიყოსნება შენი უფალი. ამიტომაც აი ამ ხარესაც ქრისტიანის ცხოვრებაში არა დიდი დატვირთვა აქვს, მე ესე ვიტყოდი. და მინდა კიდე ერთ საკითხს შევეხო და ამით დღეს დავამთავრო. ეს არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი და რთულად გასაგები ბევრისთვის. პირდაპირ უნდა ითქვას. ეს რა საკითხია? ცხონების საკითხი. აი როგორია უფლის ნება ცხონებასთან დაკავშირებით. ნუ არ არის აქ დასამალი ზოგიერთს მაგალითად ზოგიერთი არ ეთანხმება იმას, რომ მარტო ეხა მართლმადიდებლები ცხონდებიან. ეს კიდევ ძალიან რთული საკითხია. მე მაგალითად ძალიან მომწონს აი ამ საკითხთან დაკავშირებით უფლის ნება რა არის ამ შემთხვევაში. მამა ილიარი კლეოპა, დიდი რუმინელი ბერი, რომელიც გამოთყოფს 4 კანონს, რითაც უფალი განსჯის კაცობრიობას. ის აი მაგალითად ეგრე იწყებს, რომ ერთმა ურწმუნო ადვოკატმა მკითხვა, მე არ შემეძლია დავეთანხმო საშინელი სამჯავროს იდეას. როგორ გამჯის ქრისტე თუ მაგალითად ჩინენი ან სხვა ერის შვილი ვარ და სახარების შესახებ არაფერი მსმენია. აი მაგალითად დაიბადა ვიღაც კუვეითში. აფრიკის წარმართულ ტომში. არაფერი იცის სახარების შესახებ. ადრე თუ გვიან გარდაიცვალა. წარდგა უფლის წინაშე. რა ხდება აქ? კიდევ ვიმეორებ, მე ამ შემთხვევაში ამოდივარ მხოლოდ აი ამ დიდი რუმინელი ბერის გამონათქვამებიდან, რომელიც გამოყოფს 4 კანონს. პირველი კანონი, რასაც იგი გამოყოფს, ეს არის სინდისის ხმა. აი მოყავს ესეთი მაგალითი კაენის და აბელის. გახსოვთ თქვენ ბიბლიიდან? კაენმა
მოკლა თავისი ძმა, იმიტომ რომ უფალმა მისი ძმის შესაწირი მსხვერპლი მიიღო. და მე იმდენად დამძიმებული იყო, იმდენად ქეჯინი და სინდისი, რომ მოსვენება დაკარგა. და უფალი ეძახის, კაენ სად არის შენი ძმა და მე რა ძმის ყარაული ვარო? და მე უფალი შესაბამის სასჯელს განუკუთვნებს მას. აი ეს სინდისის ხმა არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენში. ერთ-ერთი ლექციის დროს თქვი, რომ ეს არის ღვთის ხმა, მაგრამ აქაც ბევრი ნიუანსია, შეიძლება სინდისი შენ და საწინააღმდეგოდ მოიმართოს, როდესაც ზედმეტად ქეჯნის. აი ჩადენილი ცოდვის შესწნომის მარწუხებისგან ვერ თავისუფლდები და სულ იხსენებ. შეიძლება სინდისი გარდაიცეს ბოროტეს იარაღადაც, წარმოიდგინეთ თქვენ. მაგრამ ზოგადი განსაზღვრება, რა თქმა უნდა, ეს არის უფლის ხმა. აი ეს სინდისის ხმა ყველასთან მოიცემა. სადღაც იქ მაიას ტომი იქნება თუ აფრიკის ველურებთან, იქაც წარმოიდგინეთ თქვენ. იქ რომ იმ განუვითარებელ ტომში ვიღაცამ ვიღაცაზე იძალადოს, მოპაროს, არა? იქაც მოცემულია ყველა არსებაში სინდისის ხმა. და როდესაც წადგება ეგეთი ადამიანი უფლის წინაშე, იმ წარმომავლობის, აი სინდის და მიხედვით განშის უფალი, წარმოიდგინეთ თქვენ, არა სახარების და მიხედვით, არამედ სინდის და მიხედვით. იმიტომ რომ ის იმ პირობებში დაიბადა. არის მეორე კანონი, შექმნის კანონი, რომელიც ასევე ყველაზე ვრცელდება. შექმნის კანონი რას გულისხმობს? გულისხმობს იმას, რომ ჩვენ დავიბადეთ, უყურებთ გარშემო იქ ხე როგორ იზრდება იქ, მზე როგორ ამოდის, ვარსკვლავები და ასე შემდეგ. რამდენი რამ არის არა ჩვენ გარშემო. და ამან უნდა გვიბიძგოს იმისკენ, რომ მივხვდეთ, რომ უფალი არსებობს. აი ამ სამყაროს ყავს თავის შემოქმედი. დასაცმელია ვიღაცამ შეკერა, სახლია ვიღაცამ ააშენა. აი ეს სამყაროც ვიღაცამ შექმნა. და ყველა ხალხში ადამიანი აი ჭრეტის შედეგად უნდა მიდიოდეს უფლის აღიარებამდე. და თუ შენ არ მიხვედი ამ დასკვნამდე, უფალი ამის გამო განგსჯის. აი ეს არის მეორე კანონი, რომელსაც ეს დიდი რუმინელი ბერი გამოყოფს, რითაც მთელი კაცობრიობა განისჯება. მაგრამ არის მესამე კანონი, კერძოდ, რა, ეს არის ძველი აღთქმა, ეს არის 10 მცნება, რომელიც მისცა მოსეს. აი ამ კანონით განისჯებიან ებრაელები, იუდეველები. და არის მეოთხე კანონი, ყველაზე სრულყოფილი, მადლი, სახარებისეული. ამით განისჯება ყველა მართლმადიდებელი. ახლა საქართველოში ვცხოვრობთ, ეხლა მარტო სინდისის კანონი და შექმნის კანონი არ არის ჩვენთვის საკმარისი. მაგრამ ვიღაცა კიდევ ემეორებ დაიბადა იქ აფრიკულ ტომში. რა ქნას იმან? არაფერი სმენია სახარების შესახებ. აი ასეთი განსაზღვრება აქვს ამ დიდ რუმინელ ბელს, ღვთისნებასთან დაკავშირებით, როგორ ხდება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი საკითხის გადაწყვეტა, როგორ ხდება განსჯა იმისა, როგორ წარმართეთ ჩვენი ცხოვრება. აი ესეც მე ვიტყოდი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ეს ბევრ ასე ვთქვათ, ეჭვებს ბადებს, წინააღმდეგობაში მოდის ადამიანი და ასე შემდეგ, ყველას უფიქრია ამის შესახებ. აი მე რაც წამიკითხავს, პირადად ყველაზე მეტად მომწონს აი ამ
ასე ვთქვათ, რუმინელი არქიმანდრიდის წმინდანის მიდგომა ამასთან დაკავშირებით. აი ეს მინდოდა მეთქვა ღვთისნებასთან მიმართებით. ურთულესი საკითხია. ალბათ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხშირად განსაზღვროთ რა არის ღვთისნება და არა ჩვენი ნება. ისე ვიცხოვროთ, ისე მოვიქცეთ, ის გადაწყვეტილებები მივიღოთ, რომელიც გამოხატულობა იქნება ღვთაებრივი ნების. რა ხშირად გვიჭირს ეს, როგორ ვიჭედებით ამ მიმართულებით და ნაკლებად ვართ გათვალისწინებულნი, როგორ შეიძლება ჩავწდეთ უფლის ნებას. ძალიან რთული საკითხია ეს ჩვენთვის და მეტად მნიშვნელოვანი. ვისაუბრე, მაგრამ მაინც შეგრძნება მაქვს, აი ჩემი გონება რამდენად უძლურია, რომ უფრო სიღრმეში წავიდე და უფრო მეტი რამ გითხრათ აი ამასთან დაკავშირებით. ღმერთმა დაგლოცოთ და მადლობთ, რომ ისმენთ.